ახლა არაბებისგან მიიღო გაფრთხილება და მოთხოვნა, რომ რეაგირება ჰქონდეთ კამპანიაზე, რომელიც მიმდინარეობს ინვესტიციების წინააღმდეგ. ეს თავად ქართულმა ოცნებამ გააჟღერა თურქეთში საპარლამენტთა შორისო კავშირის გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჰქონდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეხვედრა არაბულ მხარესთან, კონკრეტულად კი ფედერალური ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან და როგორც ჩანს ამ შეხვედრაზე მოისმინეს ეს განაცხადები. ქართული ოცნების განახლა საინტერესოა კონკრეტულად რა გზავნილი მიიღეს ემირატებიდან, თუმცა ქართული ოცნება რასაც საუბრობს აქამდე. ვიცით რომ მოსთხოვა არაბულმა მხარემ მათ რეაგირება, სავარაუდოდ საქმე ეხება Eagle Hills-ის პროექტს და ამ არაბულ ინვესტიციაზე საუბრობენ ისინი და რა არის ქართული ოცნების არგუმენტი. ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით მათ ემირატების წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ ეს არის მარგინალური ჯგუფების მიერ წამოწყებული კამპანია და ეკონომიკური და პოლიტიკური საბოტაჟის მცდელობა. ახლა კი ოპოზიცია პასუხობს ქართული ოცნების ამ გზავნილებს და სთხოვენ აჩვენონ საერთოდ რომელ ინვესტიციაზე საუბრობენ, რადგან არაბული ინვესტიცია დაპირებების მიუხედავად ამ დრომდე არასად ჩანს, მოცემულობა არის შემდეგნაირი Eagle Hills-ის პროექტში ვიცით რომ გადაცემულია სახელმწიფოს მხრიდან მიწები ასობით ჰექტარი გრწანისის ტყეპარკში მათ შორის უზუფრუქტის წესით არის ეს მიწები უკვე გადაცემული. ქართული ოცნება ამბობს რომ ბინები არის გაყიდული, თუმცა არაფერია ახალი არაბულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. თავის შინაარსში, რა თქმა უნდა, კომიკურია, საერთოდ რაიმე ტიპის არაბულ ინვესტიციაზე საუბარი. ის პროექტი, რომელიც დგას ყალბ ინვესტიციებზე და მისი პრომობიჭუნა იყო პრემიერი ირაკლი კობახიძე, ამ კომპანიას არც ერთი თეთრი ინვესტიცია არ ჩაუდია პროექტში. რეალურად ეს არის სამშენებლო პირამიდა, რომელშიც ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ბიუჯეტია ჩადებული, გაყიდული ასობით ბინა, ისე რომ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი პროექტი, არანაირი ნებართვა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ საუბრობდით სიმართლეს და აქ არანაირ საერთაშორისო ან საგარეო ინვესტიციებზე საუბარი არ არის. ეს არის ყალბი პირამიდა, რომელიც ეხება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების და ივანიშვილის ინტერესებს. არანაირი ინვესტიცია არ განხორციელებულა, ჩვეულებრივად მშენებარე სახლები იყიდება და ამ ფულს იხდის ის კონკრეტული მყიდველი, რომელსაც უნდა მათ სახლის ყიდვა და არანაირი ინვესტიცია არ არის, ეს არის ჩვეულებრივი მშენებლობა, რომელიც მაგალითად დიდი ღომში, ვაზისუბანში ან ვარკეთილში მიმდინარეობს. ცებთან, ეგრეთ წოდებულ არაბულ ინვესტიციებთან დაკავშირებით საკითხი დგას ძალიან მარტივად. სანამ არ გასაჯაროვდება ის ხელშეკრულება, თუ რა პირობებით აპირებენ მიწის ნაკვეთების გადაცემას ან ზოგადად ამ პროექტის განხორციელებას, მანამდე იქნება ეს გაურკვევლობა. არაბებთან დადებული ეს ხელშეკრულება, რომელსაც გრიფით საიდუმლოდ ადევს, არის თავის მხრივ ძალიან საინტერესო და აჩენს კითხვებს, რომ აქ არის ძალიან დიდ კორუფციაზე საუბარი. შესაბამისად, ეს პროტესტი, რაც არის საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად ლოგიკური. ჩვენ დიდი ხანია ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ თქვას, რა არის ის ვალდებულება, რაც სახელმწიფომ აიღო, ჰყავს რეჟიმი, რომელიც კორუფციაშია თავიდან ბოლომდე ჩაფლული და რომლებიც ძალიან კარგად ვიცით, რომ არაფერს ისე არ აკეთებენ, არც პროექტს საქართველოში, საიდანაც ძალიან დიდ ფულს არ იპარავენ. ქართულ ოცნებასა და არაბულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოა, ამიტომ არ ვიცით დეტალები თუ რა ჩანაწერები და რა პირობები არსებობს ამ ხელშეკრულებაში. ინფორმაციას მხოლოდ ირაკლი კობახიძე ან ეკონომიკის მინისტრი თუ გააჟღერებს, არადა ხელშეკრულების დადების დღიდან ოპოზიცია და საზოგადოება ითხოვს ამ ხელშეკრულების გასაჯაროვებას. მკვლევარებმა და სპეციალისტებმა დათვალეს ისიც თუ რა მასშტაბია სახელმწიფოს მონაწილეობა, მხოლოდ მიწებს თუ ავიღებთ, დაახლოებით მილიარდზეა საუბარი, რომლითაც ქართული მხარე უკვე შევიდა ამ პროექტში, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რა მონაწილეობა გააჩნია არაბულ მხარეს. ახლა ქართულმა ოცნებამ უნდა უპასუხოს კითხვებს, თუ რა გზავნილები მიიღეს ემირატების წარმომადგენლებისგან დახურულ გარსმითმა შეხვედრაზე.